მე მგონი ტრამპი სრულად გაგიჟდა და სრულად აკარგა კონტროლი საკუთარ თავზე, რადგანაც დაახლოებით 1 დღის წინ მან სირიას მოუხსნა სანქციები და მისი ტერორისტი პრეზიდენტი აღიარა როგორც ლეგიტიმურ მმართველად. და არათუ ლეგიტიმურ მმართველად აღიარა ამერიკამ, არამედ თქვა, რომ ეს არის ძალიან საყვარელი, ძალიან კეთილი და ძალიან ძლიერი მამაკაცი, რომელიც სირიას მართავს. არადა ეს ადამიანი, რომელსაც ახლა ჩემგან ხელმარჯვნივ თქვენ ხედავთ, იყო ალ-ქაიდას ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. კომანდერი, მბრძანებელი, მოდი ესე რომ ვთქვათ. ანუ რაღაც სიგიჟე ხდება მეგობრებო მსოფლიოში. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ სირიის საკითხზე, რატომ ჭირდებათ ამერიკელებს სირიის აღიარება, რატომ ჩავიდა ტრამპი არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, საუდის არაბეთში და კატარში. და უნდა ვისაუბროთ საერთოდ რა ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა დგება, მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა არ მოგეწონებათ. იმიტომ არ მოგეწონებათ, რომ ისეთ სიგიჟებს მოისმენთ მეგობრებო, არა ჩემგან, არამედ აღქმული პოლიტიკური პროცესებიდან და შეიძლება ჭკუიდან სულ შეიშალოთ. მეგობრებო, მოდი, სანამ ვიდეოზე გადავაგდოთ, რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ მეგობრებს, ასევე ვისაც გსურთ, რომ არხის განვითარებაში მიიღოთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი, შეგიძლიათ დონაცია გააკეთოთ, რომელიც აღწერაშია მითითებული და ასევე გამოყევით Steam-ზე, ვისაც გინდათ ჩემთან და ჩემ მეგობრებთან ერთად გართობა, შეგიძლიათ Steam-ის აკაუნთიც მაქვს მითითებული აღწერაში და ასევე Instagram-ზე შემიძლია გამოყვეთ დახურულ ჯგუფში, სადაც ძალიან საინტერესო პოსტებს ვწერ. ახლა გადავიდეთ დღევანდელ ვიდეოზე. აი ხა მოდი მოვისმინოთ რა სიგიჟესთან გვაქვს საქმე. I will be ordering the cessation of sanctions against Syria in order to give them a chance at greatness. Ano მე ხსნიო სირიას სანქციებსო და მჯერა რომ ის ისეთი დიდებული გახდებაო. ხა თქვენ გჯერათ ალეპოს დიდებულობის, სირიის დიდებულობის, აქ რო აი ამის ღიმილი არ იყოს ახლა საუდის არაბეთის რიადის პრინცის. აი ხა რასთან გვაქვს მეგობრებო საქმე? აი რასთან გვაქვს საქმე? ხა უყურეთ. მე კაია რომ ეს ყველაფერი თქვენ დაგიდეთ, იმისათვის რომ კარგად ნახოთ. Ahmed al-Shara was once labeled as top terrorist within 10 million USA bounty. მეგობრებო დაახლოებით 1 წლის წინ Ahmed al-Shara-ზე იდო 10 მილიონი აი Red Dead Redemption-ი ხო გითამაშიათ? მან ხო იცით bounty hunter-ი რო არსებობს ესეთი მისია, ეს არის თავებზე მონადირე. ანუ ვინც ცოცხალს ან მკვდარს ამ ადამიანს ჩაუგდებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, მას გადაეცემოდა ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი. ეხლა უყურეთ რა საინტერესო პოლიტიკა რა საინტერესო რამეა და როგორი ეშმაკური რაღაც, რომ გავიდა დრო, ეხლა მე თქვენ აგიხსნით სირია რატო ჭირდებათ? ამერიკელებს, ებრაელებს, თურქებს, აი რატო ჭირდებათ იმასა და რა ეხლა თქვენ რა გონიათ, ეხლა მართლა ეხალისება და მაკრონს რო შეხვდა ეს ალ-შარა პარიზში რო იყო ჩამოფინოს წითელი ისე რო გაუშალეს, ხალიჩა რო გაუშალეს, მე რა ტრამპი რო შეხვდა მოტივი რა არის ახლა ამ ყველაფრის, რადგას ამ ისე თქვათ მკვდარი თავის უკან. მეგობრებო, სირიის რეკონსტრუქციის გეგმა დაამტკიცა კატარმა ოფიციალურად. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს არის გეოპოლიტიკურად ახალი ენერგო დერეფნის შექმნა და ბუნებრივი აირის ჭყალებში ჩერეზ სირიიდან იორდანიასა და თურქეთის მხრივ ევროპაში გასვლა. ანუ ნახეთ ევროპას ახლა როგორ უტყავენ ევროპა ხო იაფად იღებდა რუსეთისგან გას. ევროპას ხო ჩაუკეტეს ყველაფერი, ევროპას ხო დედაუტირეს. ეხლა უყურეთ რა ხდება. ახალი დერეფანი გაყავთ სადაც კატარის ბუნებრივი რესურსები, კატარში სადაც ამავდროულად იმალებოდა და თავს აფარებდა ხალხნო იმის რა ქვია პალესტინის ტერორისტული დაჯგუფების ორგანიზაციის მთავარი უფროსი ვინც არის, მთავარი სული შამდგმელი. ამავდროულად გაყავთ აქ დერეფანი, სადაც გაიყვანენ ამ ახალ მილსადენს, როზედაც კატარმა უკვე ინვესტიცია დაამტკიცა, აქ საუბარია არანორმალურად დიდ თანხებზე და ოდნავ ძვირად რუსეთთან შედარებით გაიყვანენ და გაყიდიან საკუთარ ბუნებრივ რესურსებსა და გაზს ევროპაში. ეხლა უყურეთ რა საინტერესო ზოგადად რა ვირეშმაკობა პოლიტიკა იყო დრო, როდესაც კადაფი, ხო იცით, ლიბიის დიქტატორი, იყო ძალიან კარგი ადამიანი ამათთვის. ძალიან მეგობრობდნენ, დახმარებებს, ჰუმანიტარული დახმარებები იგზავნებოდა. როგორც კი მან მოინდომა, რომ ოქროზე მიება ეს საკუთარი ვალუტა, როგორც კი მოინდომა, რომ ახალი მილსადენები გაიყვანა, როგორც კი მოინდომა, რომ ლიბია მართლა ძლიერი გაიხადა, ბახ, უცებ ცუდი ხდება, ტერორისტი ხდება და მას საფრანგეთი იწყებს სპეცოპერაციას, რითიც ამხობენ მაგ ადამიანის მმართველობას და საკუთარ ხალხს ან ოპოზიციონერებს აკვლევინებენ. დღეს ლიბიაში გაცილებით უარესი მდგომარეობა ვიდრე ეს იყო კადაფის დროს. ბევრად უარესი. მეგობრებო, ასევე შეგვიძლია ჩვენ შევაფასოთ ეს მდგომარეობა ერაყის მაგალითზე, სადამ ჰუსეინი მაგალითად.
მე არ ვიტყვი რომ სადამ ჰუსეინი ისეთივე იყო როგორც ახლა მაგალითად იყო კადაფი აფრიკისთვის, მაგრამ კონკრეტული გეგმები ჰქონდა, კონკრეტული ინტერესები ჰქონდა და აპირებდა ამ ყველაფრის საკუთარი ბუნებრივი მების ნაციონალიზაციას და უფრო მეტად იყო დრო, როდესაც თანამშრომლობდა მასთან ამერიკა, თვითონ British Oil-ი, მათ შორის ბრიტანული ისინი ხელმძღვანელობდნენ და ურთიერთობდნენ ადგილობრივ ტერიტორიებთან, ადგილობრივ ჭაბურღილებთან, სადაც მოიპოვებდნენ და შემდგომ ეს ნავთობი რა თქმა უნდა უფრო იაფად გაქონდათ. უცებ რაღაცები შეიცვალა, მას გაუჩნდა საკუთარი ამბიციები კუვეიტის საზღვართან და დაიწყო კუვეიტის ოპერაცია და ამერიკამ გადასხა მილიონიანი არმია იქ და დაიწყო Desert Shield და Desert ის რო არის, რა ქვია, უდაბნოს ქარიშხალი და უდაბნოს ფარი ოპერაცია და ნუ დედა უტირეს ჰუსეინის მოკლეს. აი რომელი სამხრეთ ამერიკა ავიღოთ მაგალითად, ხო? ვინმე თუ რამე სადმე შეიცადა. გინა ვენესუელაში, გინა კოლუმბიაში, გინა კუბაში. აი რაღაც მოდი ჩემი ქვეყანა მადარდებს ოდნავ. აი შენ ხარ ტერორისტი, ფაშისტი, მკვლელი კაცობრიობის. ამ დროს აგერ ტერორისტი ძმაო ტრამპის გვერდზე დგას და აგერ მის გვერდზე არის კიდე საუდიელი პრინცი. ჩაქცეული მილიარდელები, ჩაქცეული, ესე ვთქვათ, კორპორატივისტები. ტრამპი, რომელსაც ახლა მე რის გამოც ამ ადამიანს ხარს უჭერდი იყო ორი, ერთი რომ მისი ექსცენტრიული პერსონა მომწონა ზოგადად, სხვა ბაიდენთან და იმ იდიოტებთან შედარებით და მეორე ის არის რომ საქართველოსთან მიმართებაში ყოველთვის მეჯერა რომ იქნებოდა რბილი პოლიტიკა. ანუ ახლა უყურეთ, როგორი უსამართლობა არის ეს ყველაფერი. ანუ ეს ადამიანი, წარმოიდგინეთ, საერთაშორისო არენაზე სანქცია მოხსნილია. საუბარია ალ-შარაზე. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და ყველაფერი გადადო ქვეყნისთვის. ეხლა დავივიწყოთ, მოდი, კაი, ვაღიაროთ ის თო ბიძინა რუსეთის კაცია, ბიძინა ჩინეთის კაცია, ბიძინა რუსეთუმია, ბიძინა დავიჯეროთ რომ ესენი სიმართლეა. აი დავიჯეროთ რომ ბიძინაზე რაზეც საუბრობენ, აი ყველაფერი სიმართლეა, მოდი ორი წამით დავუშვოთ ეს ყველაფერი. რომც ყველაფერი ბიძინაზე სიმართლე იყოს, აი აბსოლუტურად ყველაფერი და ქვეყანა ომში მაინც არ გახვია. ყველა პონჩი გამოდის I am series ტერორისტზე უკეთესი ტიპი. ანუ ყველა რომც შიგევროპელების ნარატივით სიმართლე იყოს, რომც კუბილიოსების ნარატივით სიმართლე იყოს, რომც ორსულა ფონ დერ მაიერების ნარატივით სიმართლე იყოს, რომც აი ყველას ნარატივი რო სიმართლე იყოს, ბიძინა ყველა რეალობაში, დოქტორ სტრენჯის ყველა განზომილებაში უფრო მაგარი ტიპია ვიდრე აჰმედ ალ-შარა. მაგრამ ჰოი საოცრებო, ბიძინას კი არ ეხსნება სანქციები. არამედ ამ ადამიანს ეხსნება სანქციები. რატო? იმიტომ რომ სირია უბრალოდ ჭირდებათ. და ამ დროს რა ხდებოდა სირიაში? მოდი უცნაურ ისტორიული რაკურსით გადავალოთ უკან. რა ხდებოდა? იყო ბაშარ ალ-ასადი, რუსული ბაზები იდგა. ასადის დროს იყო ნორმალური სიტუაცია ალეპოში, ბევრად ნორმალური, იმიტომ რომ ეხლა მე თქვენ ვიდეო განახეთ დაახლოებით 2 თვის წინ, სადაც სირიაში ქრისტიანებს როგორ ექცევიან, ხო? ეს არის მასობრივი, ესე ვთქვათ, განადგურება, ეს არის კონკრეტული რელიგიური ნიშნით მიტანილი იერიშები, თავდასხმა ადგილობრივ ქრისტიანებზე, შევიწროება, მათი უფლებების რღვევა და მთელი ეს ანტიდემოკრატიული პროცესები რაც სირიაში ხდება. სადაც ჩვეულებრივ ტერორისტები მოვიდნენ და მართავენ ქვეყანას, ხო? აი, სად არის ღმერთო, მე კითხვა მიჩნდება. აი, მოდი, აბა თქვენს გიჩნდება და ერთად დავსვათ. სად არის ამ ქვეყანაზე სამართალი? აი, გავოგნდი უბრალოდ, ხა ეს კადრები მე რო ვნახე და ხა მე რო ტურნე ვნახე, ტრამპი რატო ჩავიდა? მოდი პირდაპირ თქვა. ტრამპი იმიტომ ჩავიდა, რომ ეს გაფორმდა. აქ უნდა გაიაროს ახალმა მილსადენმა. არა ძალიან დიდი ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების, ძალიან დიდი ინტერესია ყატარის, ძალიან დიდი ინტერესია საუდის არაბეთის, ძალიან დიდი ინტერესია აქ არაბთა გაერთიანებული ემირატების. რითიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ევროპას უფრო ძვირად მიყიდიან ამ ბუნებრივ რესურსს. რუსეთის საერთოდ გადაამტერეს და კუბილიოსი რო გამოდის და თუ უკრაინამ არიომა რუსეთთან ეს იმას ნიშნავს რომ ხვალ რუსული ტანკები იმას რა ქვია ლიტვა ლატვია ესტონეთში შევლენ ზეკ პოლონეთში მე ბენილუქსის ქვეყნები მე გერმანიაში შევლენ და აი ამ ზღაპარ ნარატივებზე რაც თვითონ გამოიგონეს ებრძვიან საერთოდ ტერორიზმზე თუ გინდა ცალკე ჩაგიწართ მეგობრებო ვიდეოს, აი ფაქტებს და არგუმენტებს მოგიყვათ, რომ ტერორიზმი არის იმენა აი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ გამოგონილი მტრის ხატი მსოფლიოში. აი მაგალითად არ არსებობდა, აი მაგალითად გასულ საუკუნეში, ხო იყო აი ნაციზმი, ფაშიზმი, ძმაო, იყო არსებობდა ისა რა ქვია, კონკრეტული იდეოლოგიები და ძალიან მარტივი იყო, რომ შენ გეთქვა, აი კომუნიზმი არ მოგწონს დაუპირისპირდები კომუნიზმს, კაპიტალიზმით. არ მოგწონს ფაშიზმი დაუპირისპირდებ დემოკრატიას. არ მოგწონს ლიბერალიზმი დაუპირისპირდებ პატრიოტიზმს, მაგრამ დღევანდელ სამყაროში სადაც ეს ლიბერალური დემოკრატიის ოქროს ხანა ჭყალებში რა თქმა უნდა, ხო? შენ რომ ომებია წარმოო, გჭირდება მტრის ხატი. აი ვიყოთ 11 სექტემბერი. აი ვის ჯერა დედამიწის ზურგზე ერთი ადამიანი მანახეთ. მოდი კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ მინდა ხა მე ამაზე ვიდეო მაგადაღებულა ფაქტები და არგუმენტები მაქვს იქ წარმოდგენილი, როგორ მოხდა კონტროლირებადი დეტონაციით მაგ შენობების ჩამოქცევა, თორე მაგას კი არა, სამი მაგდენი თვითმფრინავი რო დაჩახებოდა ტყუპშენობას, მაინც არ მოახდენდა დეკონსტრუქციას. ეს ყველაფერი იყო კონტროლირებადი დეტონაციით და 3000-მდე თანამშრომლები ებრაელი მაგ დღეს არ იყვნენ იქ შესულები, ეს ყველაფერი აფეთქდა და ჩამოიშალა ეს ყველაფერი. დავივიწყოთ კაცო, ესე დაუშვათ რომ ესეც კაი გაიტეი. კითხვა დავსვათ.
როგორ შეიძლება სოფლიოში ყველაზე ძლიერ სადაზვერო სამსახურს ისეთ ბლეფზე გაუშვა, რომ მიატანინო ამ ხელა იერიში საკუთარ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტებზე, როგორებიც არის აქ საუბარი არის ტყუპის შენობა, სოფლიო ბიზნეს ცენტრი, საუბარი არის ცენტრალური პენტაგონი, ცენტრალური სადაზვერო სამსახურის მთავარი შენობა და თეთრი სახლი, კაპიტოლიუმი. ხალხო, ეს არის ძალიან დიდი ბლეფი, რომელსაც ჩვენ გვაჭმევენ. ეხლა მე ნეტა შეთქმულების თეორიებს ვლაპარაკობდი. აი, ნატომ ეს იყო შეთქმულების თეორია, ეს არ არის შეთქმულების თეორია. წინ აგერ კიდევ ძმაო ტერორისტი, ალ-ქაიდას ტერორისტი, რომელიც ხდება სირიის პრეზიდენტი, რომელზეც გუშინ წინ 10 მილიონი ბაუნტი ჰანტერი იდო, დღეს მეუბნებიან მაგარი ტიპიო. აი ხა მითხარით თუ რამე ლოგიკა აქვს თქვენ ხედავთ ძმაო, მე ძმაო აი ავდგები გავალ გვერდზე და თქვენი საუბრეთ მაშინ. ეს არ არის არანაირი ლოგიკა. ეს არის ყოლად ამორალური, ყოლად აპოლიტიკური და ყოლად არაკულტურული მოვლენა, რაც შეიძლება თანამედროვე პოლიტიკურ ნომენკლატურასა და პოლიტიკურ ელიტაში შენ ესე გააკეთო. მით უმეტეს საუბარი როდესაც გვაქვს დემოკრატიულ პროცესებზე. ანუ მე ძმაო ჩანდაბას, მე ვამბობ პირდაპირ, რომ დემოკრატიის არ მჯერა. და სრულად მიუყვები იმ ნარატივს, რომ უნდა იყოს ქვეყანაში არისტოკრატიული და დიქტატორული მმართველობა, იმიტომ რომ სხვანაირად როდესაც გაუნათლებელი ხალხი ყავს და როდესაც შენ ეუნები მოდი არჩევნებზე შემოხაზე, რა ვიცი, აი პეტრი ან პავლე და რომლის შეწყება წარმოდგენა არ აქვს და მე პირადად ვიცნობ არაერთ ადამიანს, რომელსაც დებულებაც არ წაუკითხია პარტიის ისე მიდიან და უბრალოდ მედია ნარატივის გავლენით ხაზავენ მაგალითად ან იმას რა ქვია ნაცებს, ან ოცნებას, ან იმას რა ქვია მეორე იმას, ანუ ყველაფერი არის პროპაგანდა. ანუ მე რომ მე ვაღიარებ მაინც, მაგრამ მე პროპაგანდას ვეწევი ჩემი ქვეყნის ინტერესების დაცვის. ანუ არც მიტყდება, არც არანაირი რაღაცა დისკომფორტი არ მექნება. ერთწლიანი წარმოუდგენელი დიდი ბრძოლა გადავიტანე ინფლუენსერებთან, შიგევროპელებთან, ლიბერალს სრულიად მარტო ვიყავი. ოდნავ არ მიგზნია თავი დაჩაგრული და ოდნავ არ მიგზნია დამარცხებული, იმიტომ რომ ყველა ფრონტზე ერთიანად ვიმარჯვებდი, ვინც კი ცადა ჩემი ან დაბულინგება, ან რამე ყველას ხელში, ანუ ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ვერანაირად ვერ გამტეხა ამ პროცესს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩემი ღირებულებებში, რას ვემსახურები და ვის ვემსახურები. და ვის ვემსახურები ეს არის რა თქმა უნდა ღმერთი და რას ვემსახურები ეს არის ქვეყანა. და ამ დროს ბიჭო, აი გამოდიან რა მიმტკიცება, რომ ეს არის მაგარი ტიპი ხა? ეს წარმოუდგენელი ყოლა დაღმაშფოთებელი, აი მოდი ახლა მე მინდა ეხა უყურეთ რა. აი ეს მინდა რომ ახსნა და მინდა რომ დიაგნოზი დავსვა და აგერცმაო. საუდიელ პრინცს აი როგორც თვალებსაც ვერ უსწორებს ტრამპს, თვალებსაც ვერ უსწორებს, გუშინ წინ ტერორისტი იყო და ტიპი დღეს არის სირიის ლეგიტიმური პრეზიდენტი ხალხო, რომელმაც დაამხო ალეპოში იმის ბაშარ ასადის მმართველობა, სადაც მე ვერ ვიტყვი რომ ასადის მმართველობა მაგარი იყო. მაგრამ ელემენტარული წესრიგის თვალსაზრისით ალეპოში დღევანდელ სიტუაციას ბევრად ჯობდა. ეთლის ქრისტიანებს მაინც არ აჭერდნენ თავს. და აგერ ორი თვის წინ ვიდეოები გავრცელდა ძმაო. და ყველამ ნახა, მე ჩავწერე ვიდეო მაგას. და ახლა უყურეს ის I think he's very good, ძალიან კარგი, very attractive, ახალგაზრდა, მომხიბლელი ის ყოფილა თორმე სირიის პრეზიდენტი და ძალიან ძლიერი პერსონა. არ ვიცი, სრული სიგიჟია. ახლა მოდი აი მე შედარება მოვიყვანოთ კიდე მინდა პარალელი გავლა. ეს აქეთ რა ხდება, ამ ლიგაში რა ხდება ახლა ჩვენთან. არ უარყოფ რომ ტრამპს ხარს უჭერდი, არც ახლა არ უნდა კაცო და იმას არ ვამბობ რომ ტრამპისთვის ბაიდენი ბევრად უარესი და სრულად გარეწარი პიროვნება და დემოკრატები მილიონჯერ უარესი, მე აქ მესაუბრა რა ბინძურია პოლიტიკა თვითონ. და როგორ აქვს ტრამპს მაინც აღებული პასუხისმგებლობები თვითონ deep state-თან. თვითონ თქვენ ეს რა გონიათ რომ ხა ტრამპი მოვა deep state ჩამოშლის, ეს ზღაპარია ხალხო, მარტო BlackRock-ს იმხელა აქტივები აქვს ნაყიდი Tesla-ში, SpaceX-ში, Apple-ში, Microsoft-ში რანო ფიზიკურად ანუ ძალიან გულითაც რო გინდოდეს, შენ რო ეგ BlackRock სულიად ჩამოვართვა, თვითონ იმ კომპანიებს აკოტრებ თავიდან ბოლომდე და იმ კომპანიებს უქმნი ბანკროტს. აი ეს არის რა, ანუ დღევანდელი პოლიტიკა ხალხო არის ნეორეალიზმის პირობები, სადაც კორპორატიული კომპანიების დიქტატურა მართავენ და მონაწილეობენ სახელმწიფო და მართვაში და ისინი აწარმოებენ ერთმანეთთან ომს რა. ანუ დღეს სახელმწიფოზე მაღლა შეიძლება იდგას სელ ალტმანი, ილონ მასკი, რა ვიცი, მარკ ცუკერბერგი, ადრეს ნაპოლეონი, თქვენ წარმოგიდგენთ ესეთი სცენარი, რომ ვერსალის სასახლეში თქვენ შედიხართ ლუი მე-14-თან, ან რავი, თქვენ ნაპოლეონი აიღეთ, ხო? და ამ დროს ვიღაცა შემოდის იქ რიგითი კარდინალი რიშელია და ის არის რაღაცა Apple-ის ან OpenAI-ის გენერალური დირექტორი, რომელსაც იგივე წონა აქვს როგორც მაგალითად ნაპოლეონს. ანუ მაშინელი ანარქიული პოლიტიკა და მაშინელი ანარქიული სისტემა რაც მაშინ არსებობდა, ხო?
ვესტფალის ზავამდე და ვესტფალის ზავის შემდგომ ნაპოლეონის ომებში და ეს მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდს ხო? სადაც არსებობდა მსოფლიოში ანარქიული უნიპოლარული სისტემა, სადაც არსებობდა მაგალითად მრავალ აქტორიანი შემდგარი, პრუსია არსებობდა, საფრანგეთი არსებობდა, რუსეთის იმპერია არსებობდა, ბრიტანეთის იმპერია არსებობდა. დღეს მაო შეიძლება სილიკონ ველზე მარტო იმდენი კომპანია, რომ სილიკონ ველი უფრო ძლიერი სახელმწიფოა ვიდრე საქართველო მაგალითად და ვიდრე აზერბაიჯანი. რატო სილიკონ ველს აქვს უფრო მეტი გავლენა, უფრო მეტი აქტივი და უფრო მეტი პასივი მსოფლიოში. და სილიკონ ველი რო გადაუხდის აქ ვიღაცას ფულს, რავი, NGO-ში ნიქს, ხო? სილიკონ ველი აუმებს შენ წინააღმდეგ ამას. ანუ ესე მუშაობს არავთმთავრობო ორგანიზაციის ჯარისკაცები მსოფლიოში. სამწუხარო ესეთი რეალობა გვაქვს რა. ეხა აი უკვე რა გვაქვს ეხა ეს მეორე, ეხა ესენი კადრები გავრცელდა, ამაზე კომენტარი არ გამიკეთებია და ბანამ გავაკეთებ. მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი, მერცი გერმანიის კანცლერი და სულად ზაღლებული ბრიტანეთის პრემიერი სტრამერი შედიან ერთად, იმას რა ქვია და უოლოდრელად ეხა რა ხდება ხალხმა მინდა განახოთ რა. ნუ გენსოდინებად ეს კადრები. ჩვენ ხედავთ თეთრი ფხვნილს შეკრას მაკრონის წინ. აი უყუროთ ეხა რასთან გვაქვს საქმე. და სტრამერის წინ არის ეს კოვზი. მაკრონის სახეს დააკვირდით. აი მაკრონის სახეს დავაკვირდეთ და აქ ეხა და ყველაფერს თავი გავანებოთ. ეს რო სულ პესო კი იყოს ეხა აქ. ეს რო სულ ის იყოს რა ქვია პუდრი იყოს მაგალითად ტკბილი, ხო? აი ესეთი სახე ვერ ექნებოდა საფრანგეთის პრეზიდენტს. წინ ეხა რაც და იმის რა ქვია მერცის წინ რაც დევს ეს ეხა უყურე დააკვირდით. აი დააკვირდით. და დამალა ეგრევე მაკრონმა და როგორ იღემის. ეს არის კოკაინის კოვზი და ეს არის კოკაინი. ეხლა მე მეორე ლეგიტიმური კითხვა, თუ უბრალო ხალხს ამის გამო იჭერენ, რომლებიც სხვას არაფერს არ უშავებენ. არიან ეგეთი ადამიანები, რომლებიც აი ესე кайფობენ, არავის არაფერს არ უშლიან ძმა მსოფლიოში. არავის. ისე მათ უშვებენ 15, 20, 50, 100, 60 ან 5000 წელი. აი ეს ადამიანი რატო არ იმსახურებს სიხეს მითხარით? აი გეკითხებით სად არის აქაც სამართალი? კაცო თუ გაქვს იმაზე პრეტენზია, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რესპუბლიკური მმართველობის მომხრე რატო ვარ? მე რატო ვარ რესპუბლიკური მმართველს და რატო ვენაცვალე ნიკოლო მაკიაველს, რომელმაც ეს ყველაფერი კარგად შედა, რა არის ნამდვილი ლიდერის აი შესაფერის კრედო, რითიც ის უნდა წარმოადგენს პოლიტიკაში. აი მაგალითად მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ხო? და მაქვს ძალიან დიდი სუპერ საპრეზიდენტო მმართველობა ქვეყანაში და დღეს რაც პრემიერს აქვს, მაგალითად პარლამენტს ის უფლებები მე მაქვს, ხო? და უშუალოდ უნები ესეთ რაღაცას, რომ ხალხო იცით თქვენ მაგალითად უნდა ქონდეთ გაჭირებული ცხოვრება გავლილი. რომ დააფასოთ რა არის პური, რომელსაც თქვენ ჭამთ. მაკიაველი ამბობს ეს რამეს, რომ სანამ შენ მოუწოდებ შენ ხალხს. აი მაგალითად მეტად იარეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მე უნდა დავდიოდი ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მაგალითად ვეუბნები ხალხს, რომ ხალხონ დააფასეთ ოჯახის სიწმინდე. ჯერ მე უნდა ვაკეთებდი ამ ყველაფერს. აი ხალხს ვეუბნებ ესეთ რამეს, მოდი ხალხო დიეტაზე დავდგეთ. ჯერ მე უნდა ვაკეთებდი ამ ყველაფერს. ანუ ამ ღირსების კრედოთი იყვნენ ჩვენი წინაპრები, ჩვენი არა მარტო საქართველოში, კაცო, ევროპაში, აზიაში და მსოფლიოს, როდესაც ღირსება ფასობდა მსოფლიოში და როდესაც ღირსება როგორც ფასელობა და ღირებულება დამოუკიდებელი ინსტრუმენტი არსებობდა. ნახე რა ხო უყურე. შენ ფხვნილის გამო, აი პეტარა გრამის გამო 50-100 წელი უშვებს სხვა სიხეში უბრალო ადამიანს. და ამ დროს მაკრონი სტრამერი და აგერის რა ქვია მერცი ერთად ზიან პირდაპირ კამერების წინ შემთხვევით გაიპარათ კოკაინის ფხვნილი და კოკაინის ისა და თან როგორ кайფშია შეხედეთ დაგვერდეთ ხო და ამას არაფერი ეხება და ეს თქმა მიიჩქმალა მე რა ეს ხა საფრანგეთის პრეზიდენტია ის არის გერმანიის კანცლერი ის ბრიტანეთის პრემიერი აი ესეთი სამართალი რაც ხა აქ არსებობს ხო აი მე იმ სამართლის მართლა დედავატირე რა ძალიან რბილად რომ თქვა აი ამ სამართლის მე დედავატირე ხალხო ამ სამართლის დედავატირე რასაც ხა მე ვხედავ კადრებში ну თუ ეს ეხა ეს მე წამოვა და მე მეტყვის მე რაღაც მორალს წამიკითხავს ეს შენ ესე უნდა ქნაო შენ თუ ესე გინდაო შენ ესე უნდა მოიქცეო შენ თუ ესე უნდა გააკეთო აი ეს არის სამწუხაროდ დღევანდელი მსოფლიო არის ერთი დიდი ტყუილი სადაც მე კიდევ ერთხელ ვამბობ მე არ მიხალისება და მე არ ვარ არავის გაფეტიშებული ფანი დედამიწის ურგზე ანუ არავის არ ვაფეტიშებ ამ ქვეყანასა და ფიქრობ რომ არ გამაჩნია ესეთი გაფეტიშების უნარი რომ აი ამაზე ვგიჟდები მე ხარ რომ ვამბობ ხე ტრამპი მევასება მასკი მევასება ის მევასება ვამბობ აი საქართველოსთან მიმართებით ესეთი იქნება ესეთი პროგნოზი მაგ ესეთ მე ყო ჩემი ამოსავალ წერტილი რაღაც ნიკამ ჟავანაძის ინტერესები უცხო კი არა ჩემი ინტერესები არის პირდაპირ რა უნდა საქართველოს რა ჭირდება და რის გამო უნდა დაიცვას თავი ხო აქ ვაფასებ ჩვენ ინდიკატორები გვაქვს რა არის უფრო დიდი საფრთხე საქართველოსთვის არასამთავრობო ორგანიზაციები ეს აგენტურა ქვეყანაში ეს ანტირელიგიური განწყობები და ბრძოლა ჩვენ სარწმუნოებასთან და ღირებულებებთან თუ მაგალითად ავიღოთ ახლა ტრამპის ხუშტურები მსოფლიოში
და ტრამპის ხუშტურებს იმიტომ ვირჩევ მე რომ ტრამპი იმ სხვა უფრო უარესთან ბევრად კიდე ადეკვატორია და იმას მაინც არავის არ ეტყვის მაგალითად რუსეთს დააბომბინე ხა საქართველოს მიდი და დაბომბებ ხო და ესეთ სიგიჟეებთან გვაქვს ხა ხალხო საქმე და რატო გიკვირთ ესეთ გიჟური სოფლიოში და რატო გიკვირთ ის უფრო რომ ამ სოფლიოში ანტიქრისტე უნდა გამეფდეს მე საერთოდ არაფერი არ მეკვირს სადაც ტერორისტზე გეუბნებიან კაი ტიპიაო ხვალზე გრო გეტყვიან რავი წინა დაცვეთილ ებრაელ ყველაზე გავლენიან ტიპზე იმაზე რატო არ გექნებათ ეჭვი რომ ვის არის სინამდვილეში ყველაზე დიდი ბოროტება ის მოგევლინებათ როგორც ყველაზე დიდი სიკეთე როგორც წინასწარმეტყველებაა ხო და ის იმოქმედებს როგორც ქრისტე დედამიწაზე რა თქმა უნდა ფარისეულურად და ბოლოს გამოუშვენ საკუთარ თავს და სადაც აგერი იმაზე აჰმედაზე გეუბნებიან კაი ტიპი იყო და გუშინ 10 მილიონი ედო ბაუნტი ჰანტერი თავზე რატო გონიათ რომ ანტიქრისტეზე იგივეს არ გეტყვიან აი რატო აი გავოგდი ხა ეს ვიდეო იმიტომ ჩავწერო თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი ეს ძალიან სერიოზული წუხილი ხალხო და ძალიან სერიოზული აი უსამართლობის განცდა უბრალოდ რაც მე გამოჩინე როგორც ქართველს რომ მე დღეს საერთაშორისო ურთიერთობებში როგორც ქართველი და როგორც საერთაშორისო პოლიტიკური მოთამაშე მე ჩემდა სამწუხაროდ თქვენ და სამწუხაროდ და ჩემი ქვეყნის და სამწუხაროდ მე არ მაქვს პოლიტიკური ესე ვთქვათ აქტორი მსოფლიოში ისეთი რომელსაც მე დავეყრდნობი როგორც პოლიტიკური მოთამაშე იძულებულს მხდიან ისევ გავიხედო ჩრდილოეთით იძულებულს მხდიან ისევ იყო პრორუსი იძულებულს მხდიან ისევ გავიხედო პუტინისკენ იძულებულს მხდიან ისევ იყო ანგარებაზე დამოკიდებული რომ რუსეთს უბრალოდ არ მოუნდება და ხვალ არ დამბომბავს აი ამაზე უნდა ვიყო დამოკიდებული აი ესეთი არის სამწუხაროდ სოფლიოს რომ უკეთესი სამყარო უნდოდეს რომ იყოს დღეს ომები არ არსებობდა სოფლიოში დღეს თელ დედამიწას გააჩნია იმ ხელა რესურსი რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს გამოკვებილი სამყაროში მშივრები უსახლკაროები და სიღარიბის ზღვარგადასული სოციალურად დაუცველები ქუჩაში არ უნდა იყვნენ დღეს ჩვენ ამის რესურსი პლანეტაზე გვაქვს მაგრამ სამწუხაროდ 35-40%-ზე მეტი სამყაროში არის სოციალურად საერთოდ დაუცველი მაქენა კიდე პლუს 20% საერთოდ საკვები მინიმუმი არ გააჩნია და მხოლოდ 15-10% ცხოვრობს სამყაროში მაგრამ რესურსი ბევრი გვაქვს ამიტომ ვართ ცუდები ხალხო რომ ამიტომ ვართ ცუდები ანუ შერჩევითი სამართალი და შერჩევითი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის ტერორისტი კაი ტიპია სამშობლოს ერთგული შეიძლება იყოს მტერი ქვეყნის და მოღალატე კადაფი კარგი იყო გახდა ცუდი ჰუსეინი კაი იყო გახდა ცუდი აი ესეთ რეალობაში ვცხოვრობთ და ჩვენ ეს ყველაფერი იმიტომ უნდა ვიცოდე და მე იმიტომ ბურღავ ტვინს ამაზე რომ თქვენ ხართ მომავალი ანუ მარტო მე კი არ მაქვს პოლიტიკური ამბიცია მე მოვალ თავრობაში მარტო მე რაც მე რაფერს ვერ ვისო თქვენ უნდა იცოდეთ ეს ყველაფერი რომ მარტო მე კი არა თქვენ ხართ საქართველოს მომავალი თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენ თუ ეს ინფორმაციები არ გაქვთ და ვერ ერკვევით აი ის ვინ არის ვინა ბრმად შიგავროპელი რუსთაველზე როდგას იმას აზროვნება არ გააჩნია საერთოდ ვერ აზროვნებს აი აზროვნება რა არის ვერ ანსხვავებს რა არის განსხვავება იმას ამერიკა მარტო Netflix-ი გონია იმას ამერიკული ბურგერი გონია დემოკრატია. ანუ ჩვენ ამ რეალობაში შეგეგეთი დეგენერატები არ უნდა ვიყოთ ხალხო. ჩვენ ვაზროვნებდით, ჩვენ რო გვინდა რომ ქვეყანა ჩვენი საქართველოს იყოს უკეთესი, შენ უნდა იყო ესეთი ვიგრეშმაკი, რას იან ფოუფი უყურეთ რა სერიალი რა, რას ამოს ისა ჯუდილაუს პერსონაჟი. ვატიკანის თუ არ გააჩნია დიპლომატიური არსენალი, ჩვენ ყველა ომს წავაგებთ, იმიტომ რომ ჩვენ ჯარი არ გაგვაჩნია. დღეს საქართველოს ეგრეა, დღეს საქართველოს მილიტარიზმი არ გააჩნია. დღეს ატომური ბომბი მე არ მაქვს, არც ქიმიური არაღი. ხოლმე გრამე რომ მოხდეს, მე ძალიან დიდ ომებს წავაგებ. მაგრამ ეს რო არ მოხდეს, ამიტომ ჭირდება მე დიპლომატიური კონტინგენტი, რომ ომამდე არ მივიყვანოს საქმე და ხალხი არ ჩაუკლა წინასწარ წაგებულ ომში. გინდა რუსეთთან, გინდა თურქეთთან და ასე შემდგომ. მე იმას კი არ ვაუბრ ანტიამერიკელები იყავით, ან ანტირუსები. არა, შენ ქართველი ხარ, შენ ან ამერიკელი დაგჭირდება, ხოლმე ან რუსი დაგჭირდება, ან ჩინელი დაგჭირდება. შენ ჭკვიანი ხარ, მაშინ ვის რა როგორ ეთამაშები? პოლიტიკარი თამაში, თამაშების ხელოვნება. რავი, მე ამას ვქადაგებო და ამას ვამბობ, თქვენ ამ იმ სწორ გზაზე გადმოხვიდეთ. ნუ იქნებით, ნუ პროამერიკელი, ნუ პრორუსი. თქვენი ამოსავალი უნდა იყოს, ვინ ჭირდებათ იმოვი. საქართველოს ვინ ჭირდება? რუსეთი დაჭირდება, კი ბატონო და ევროპა დაჭირდება, მაგრამ ხალხო, ესეთ ანარქიულ და ესეთ ტუტუცურ მსოფლიო სურათს რა უყურებ, ხო, მე ძალიან დიდი აი უსამართლობის განცდა მიჩნდება და კიდევ ერთხელ ვწმუნდები, რომ ამ სამყაროში არც სამართალი არსებობს და არც სამართლიანობის მაგვარი საერთოდ არაფერი. რავი, ღმერთი იყოს ერთი ჩვენი მფარველი. დავით დაწერა თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. გამოვყევით Instagram-ზე, გამოვყევით Steam-ზე და რა ვიცი, ვიურთიერთოთ და ვიყოთ ერთად და სოფლიოსა და საქართველოს ვამცნოთ რა არის სიმართლე და ჩვენი მიზნები რაც ერთად გაგვაჩნია რომ ჩვენ საქართველოს გავუკეთოთ, ეს იქნება პოლიტიკური, ეს იქნება საზოგადოებრივი, თუ ეს იქნება ჰუმანიტარული, ყველანაირად უნდა დავეხმაროთ ჩვენ ქვეყანას. დროებით.